მე ვარ სალომე ასიკური, ვარ თუშეთიდან და ჩემი ტკბილი თუ მწარე მოგონებები უკავშირდება თუშეთს. რადგან იქ მიღებული გამოცდილება ისე მოხდა, რომ მთლიანი ცხოვრების განმავლობაში გამყვა და გამყვება სამომავლოდ. თუშეთში ისე მოხდა, რომ გავხდი ძალადობის მსხვერპლი, თუმცა მე არ მივეცი ჩემ თავისუფლება, რომ ჩავკეტილიყავი საკუთარ თავში, დამეკარგა мотиваცია, პირიქით მოხდა. მე ვიპოვე ჩემ თავში ძალა, რომ დამეძლია ის ტკივილი, რაც იქ განვიცადე და უფრო წინ წავსულიყავი, რადგან ყველა ადამიანმა ვფიქრობ, რომ თავის თავში უნდა ეძებოს პიროვნული განვითარების გზა, თითქმის ყოველდღე გვესმის, რომ ვიღაც არის ძალადობის მსხვერპლი. პირველ რიგში ეს ალბათ მოდის გაუნათლებლობისგან, რადგან განათლებული ადამიანი ყოველგვარი რეგალიების გარეშე ალბათ არავის მისცემს უფლებას, რომ უხეშად ჩაერიოს მის ცხოვრებაში. თუშეთში გამოვლილი ტკივილის შემდეგ მე პიროვნულად განვითარდი, გავაგრძელე სწავლა, წავედი საზღვარგარეთ. თელავში გადმოსვლის შემდეგ მე დავიწყე სათავგადასავლო ტურების გაკეთება. ტურის მიზანი არ არის მხოლოდ ვიზუალური თვალთახვედვა, არამედ ეს გულისხმობს პატარა ლექციებს, მოწოდებებს, შეხსენებას, რომ ყველა ადამიანი არის ძლიერი. ტური არის ძირითადად თელავში და თელავის შემოგარენში. ეს არის ტყის ტურები და ტყე და ბუნება უფრო მეტ ინსპირაციას იძლევა, რომ განვითარდეს ადამიანი, გონებრივი თვალთახედვა გააუმჯობესოს და იფიქროს საკუთარ თავზე უფრო მეტი. როდესაც გახსნილები ვართ და ეს ჩვენი ტკივილი, ემოცია თუ ბედნიერება გამოგვაქვს გარეთ, თავისუფლდებით და ვართ უფრო მეტად წარმატებული, მეტად ბედნიერები. ცხოვრება ამ ტკივილით არ მთავრდება და ყოველთვის არის რაღაცის გამოსწორების შანსი.